გამარჯობა მეგობრებო. სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, გთხოვთ დადეთ ლაიქი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დატოვეთ კომენტარები, რათა დაგვეხმაროთ ჩვენი პროექტის გაგრძელებაში და კიდევ მეტი საინტერესო ვიდეოების შექმნაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ახლა კი მოდით გადავიდეთ მთავარ თემაზე. მე უბრალოდ მინდოდა ეს ვიდეო გამეკეთებინა, რომ ცოტათი გამეტანა სტრესი. რადგან არმან სარუკიანი ჩემი ფავორიტი იყო მრავალი წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიქნებოდი მიმდევარი ილია ტოპურიის თუ მომავალში არმან სარუკიანი და ილია ტოპურია ორთაბრძოლას გამართავდნენ, მე უფრო ილია ტოპურიას მხარეს ვიქნებოდი, არმანის კი არა. არმან სარუკიანი არის ახალგაზრდა მებრძოლი, რომელიც დაახლოებით 3 წლის წინ ჩემი აზრით ჩემპიონი გახდებოდა, მიუხედავად იმ წაგებისა, რომელიც მან ისლამ მაკაჩევთან განიცადა. მაშინაც კი, როცა მან განიცადა წაგება გამროტთან, მე მაინც მჯეროდა, რომ ის ძალზედ ძლიერ მებრძოლად დარჩებოდა და მომავალში ჩემპიონი გახდებოდა. დღესაც ამ რწმენაში ვარ. ჩემი აზრით, არმან სარუკიანი აუცილებლად გახდებოდა დროებითი ჩემპიონი, თუ მას მიეცემოდა შანსი დროებითი ქამრისთვის ბრძოლაზე. მაგრამ ეს ამბავი არ არის ასე მარტივი, მეგობრებო. UFC-მ არმანს გემრიელი შანსები შესთავაზა, თუმცა არმანი ვერ შეძლო მათი აღება. მაგალითად, ის არ დაეთანხმა ბრძოლას ისლამ მაკაჩევთან, რადგან თითქოს და არ ჰქონდა დრო მთელი კამპანიისთვის. მას შემდეგ კიდევ ერთი ბრძოლა შესთავაზეს, მაგრამ ის ისევ არ მიიღო. ბოლოს კი, როცა გადაწყვიტა, რომ ბრძოლა უნდა გამართოს, ბოლოს თქვა, რომ ზურგის ტკიოდა, ამიტომ ბრძოლა ისევ აღარ შედგა. ეს ყველაფერი understandably გაღიზიანებს UFC-ს მაღალჩინოსნებს, როგორიცაა შან შელვი და დანა ვაიტი, რომლებიც რეალურად მართავენ ყველაფერს კომპანიაში. წარმოგიდგენიათ, რამდენი სტრესი არის, როცა მზადავდება დიდი ბანაკი და მებრძოლი უარყოფს შეთავაზებებს. ეს მათთვის დიდი პრობლემა და ნერვიული დაძაბულობაა. მაგრამ რაც მე არ მესმის, ეს არის პადდის, ანუ პადდი ფიმბლეტის საქმე. არავითარი ცუდი განწყობა არ მაქვს პადდის მიმართ. პირიქით, ადამიანი მესიამოვნა, მაგრამ მისი კარიერა თითქოს თავიდანვე დასახვეწია მსუბუქად რომ ვთქვათ. პადდი ფიმბლეტ შემოუნახავენ ბრძოლები, სადაც მოწინააღმდეგეები პრაქტიკულად წაგებულები არიან. ტონი ფერგუსონი რამდენიმე წაგებით, მაიკლ ჩანდლეიტი წარუმატებელი ბალანსით, ბობი გრინი ასევე არანაკლებ ცუდი სტატისტიკით. ეს არის ერთგვარი უსამართლობა, რადგან არმან სარუკიანი რეალურად ბევრად უკეთესად დგას. მას შეუძლია შესანიშნავი ბრძოლების წარმოება, შესანიშნავი შედეგების მოპოვება და რეალურად მისი გვერდით დამჯერი მებრძოლების უმრავლესობა ვერ ანკარგავს შანსს. მაგალითად, არმან სარუკიანმა დაამარცხა დან ჰუკერი და ეს არ იყო მარტივი ბრძოლა. ფაქტიურად პალიზონი, რომელმაც მსოფლიო ყურადღება მიიპყრო. მაგრამ რატომ არ აძლევენ მას შანსს დროებითი ქამრისთვის? რატომ აძლევენ პადდის, რომელიც პრაქტიკულად ჯერ არაფერი დაამატკიცა საერთაშორისო დონეზე? ეს უსამართლობაა, მეგობრებო. და სწორედ ამის გამო მე მინდოდა ამ თემის წამოწევა. როგორც უკვე ვთქვი, მეგობრებო, არმან სარუკიანი იმსახურებს სრულფასოვან შანსს დროებითი ქამრისთვის. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ფინანსები და პოპულარობა მნიშვნელოვანია UFC-ში, მაგრამ არმანის მიღწევები არ უნდა დარჩეს უყურადღებოთ. ის, რომ პადდი ფიმბლეტს მიეცა დროებითი ქამრისთვის ბრძოლა, როდესაც არმანი ამისთვის მზად იყო, უბრალოდ უსამართლობაა. არმან სარუკიანმა აჩვენა მაღალი დონე და საოცარი შესაძლებლობები. მისი ბრძოლა დან ჰუკერთან მაგალითად ცხადყოფს, რომ არმანს შეუძლია მოწინააღმდეგი სრული დომინირება. მას არ აქვს წუნი, არ აქვს სუსტი წერტილები და მისი ტექნიკა უმაღლესი კლასისაა. ასეთი მებრძოლი, რომელიც რეალურად პოპულარობას და გაყიდვებს უზრუნველყოფს, რატომ უნდა დარჩეს გვერდზე? ეს კითხვები ბუნებრივია, მაგრამ პასუხი დღემდე არ ჩანს. რაც შეეხება გეიჩის, ძალიან მისაღები მებრძოლია საინტერესო სტილით, მაგრამ რაც მან გააკეთა, ნამდვილად არ ყოფნის იმისთვის, რომ დროებითი ქამრის შანსი მიეცეს. ის დაამარცხა PCF, რომელიც ახალი იყო მსუბუქი ტრავმის შემდეგ. ეს არ არის საკმარისი, როდესაც არმან სარუკიანი მრავალ სერიოზულ ბრძოლას ამარცხებდა, თავის კატეგორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მებრძოლია. UFC-ს გადაწყვეტილება, რომ დროებითი ქამრისთვის შესაძლებლობა პადის მიეცა და არმანი გვერდზე დარჩა, წარმოუდგენელი და უსამართლო ჩანს. ასეთ გადაწყვეტილებას ბევრი ფანი ვერ გააგებს. არმანი ნამდვილად იყო მზად და მას შეუძლია დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს. მისი გამარჯვება ფადის წინააღმდეგ არამხოლოდ სპორტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, არამედ ეს აჩენს ახალ გულშემატკივრებს. იზიდავს ყურადღებას გეოგრაფიულადაც, განსაკუთრებით ევროპაში და რასაკურველია საქართველოში. გარდა ამისა, არმან სარუკიანი არ არის ჩვეულებრივი მებრძოლი. მისი მიდგომა ბრძოლისთვის, ტექნიკა, შემართება და მსჯელობა ბევრად მაღალ დონეზეა ვიდრე ბევრ სხვა მებრძოლს. მაგალითად, ებლოსთან შედარება, რომელიც ხშირად მოიგებს მხოლოდ იმის გამო, რომ მოწინააღმდეგე დაღლილია, არმანს საერთოდ არ ეხება. არმანი სრულად აქტიური, კონტაქტური და დომინანტია. არ გუნდა დაგავიწყდეს, რომ არმან სარუკიანმა დაამარცხა მციმე მოწინააღმდეგეები და აჩვენა საოცარი შედეგები. UFC-ს მსგავს სიტუაციებში მებრძოლები ხშირად ხდებიან ფინანსური და პოპულარულობის ფაქტორების მსხვერპლი. მაგრამ არმან, როგორც სპორტსმენი, აჩვენებს, რომ მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთვის, ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის, ნებისმიერ დროს. მაგალითად, არმან სარუკიანი, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ დროს არ იყო პირველი რეიტინგში, ყოველთვის ასრულებდა უმაღლეს დონეს და აძლევდა ფანებს შთამბეჭდავ შოუებს. მისი უნარები, სტრატეგია და ბრძოლისთვის მზაობა საკმარისია იმისთვის, რომ დროებითი ქამრის შანსი მიეცეს. ახლა მოდით უფრო კონკრეტულად შევეხოთ პადის.
ანუ პადი პიმბლეტს საკითხს. ის შესანიშნავი მებრძოლია თავისი სტილით და პოპულარობით, თუმცა მისი კარიერა რეალურად დაწყებულია მსუბუქი, მარტივი ბრძოლებით. მისი მოწინააღმდეგეები ხშირად არ არიან ისეთივე ძლიერი კონკურენტები, როგორიც არმან სარუკიანი, რომელიც უკვე დაამარცხა გამოცდილი მებრძოლები, როგორებიც არიან დან ჰუკერი ან ჯიმი გემროტი. პადი პიმბლეტს წარსული სტატისტიკა საკმაოდ არასახარბიელოა. ბევრი წაგება, სუსტი მოწინააღმდეგეები. მისი რეიტინგი გაიზარდა არ ბუნებრივი წესით, არამედ იმიტომ, რომ ბრძოლები ხშირად არ იმართებოდა. რამდენიმე თვე, არანაირი ბრძოლა, შემდეგ უცებ რეიტინგის მეხუთე ადგილზე და უკვე დროებითი ქამრისთვის ბრძოლა. ეს არის მკვეთრი კონტრასტი არმან სარუკიანთან, რომელიც პრაქტიკულად ყოველთვის აქტიურია, ბევრს მუშაობს და დაუკითხავად არავის აძლევს შანსს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არმან სარუკიანი უკვე აჩვენა, რომ შეუძლია ძლიერი მოწინააღმდეგეების დამარცხება. მისი ტექნიკა სრულყოფილია, ფიზიკური მომზადება უმაღლეს დონეზეა. მან აჩვენა დომინირება და დამაჭერებელი გამარჯვებები. ამავდროულად პადი პიმბლეტს ჯერ არ გაუბედავს ასეთი მაღალი დონის ბრძოლის შედეგების ჩვენება. გარდა ამისა, არმან სარუკიანმა დაამარცხა ისეთ მებრძოლები, რომლებიც ძალზე ძლიერები არიან, რთული სტილით და გამზდეობით, როგორიც არის დან ჰუკერი. ეს არ არის მხოლოდ სპორტული შესრულება, ეს ასევე ზრდის პოპულარობას, მედია ინტერესს და გაკიდვებს. მას შეუძლია აქციოს საკუთარი გამარჯვებები საერთაშორისო შოუებად, რაც მეტად შთამბეჭდავია ვიდრე პადის ბრძოლები. არ უნდა დაგვივაწყდეს, რომ არმან სარუკიანი არა მხოლოდ ტექნიკურად ძლიერი მებრძოლია, არამედ თავისი სტრატეგიით და ჭკვიანი თამაშით გამოირჩევა. მან დაამარცხა მოწინააღმდეგეები, რომლებიც ბევრს პრობლემას ქმნიდნენ სხვა მებრძოლებისთვის. ეს კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ დროებითი ქამრისთვის შანსი სწორედ მას ეკუთვნის. ასევე მნიშვნელოვანი აღნიშნოთ, რომ ისეთი მებრძოლები, როგორები არიან ჩარლს ოლივეირა ან ილია ტოპურია, არმან სარუკიანი რეალურად შეძლებს მათთან კონკურენციას. მისი უნარების საშუალებას აძლევს მას აღასრულოს ძლიერი ბრძოლები და დაამტკიცოს თავისი სტატუსი. UFC-ს მსგავსი უსამართლობა, როდესაც ასეთი მებრძოლი გვერდზე რჩება, ნამდვილად აღელვენებს გულშემატკივრებს. ამიტომ მეგობრებო, ჩემი აზრით, არმან სარუკიანი უნდა იყოს დროებითი ქამრისთვის ბრძოლაში. ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეხედულება, ეს არის სამართლიანობის რეალური სპორტული აღიარებისა და მებრძოლის ნიჭის სათანადო დაფასების საკითხი. მეგობრებო, როგორც უკვე ვთქვი, არმან სარუკიანი მზად არის ყველაზე ვიდი გამოწვევებისთვის. მისი ბრძოლები ყოველთვის საინტერესოა. ბევრი თაყვანისმცემელი იზიდება მისი სტილით, დომინაციითა და პროფესიონალიზმით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დროებითი ქამრისთვის ბრძოლა არა მხოლოდ მის სპორტულ შესაძლებლობებს განსაზღვრავს, არამედ აჩვენებს, როგორ აფასებს UFC რეალურ ნიჭს და წარმატებებს. ედი პიმბლეტსა და არმანის დაპირისპირება იქნებოდა უნიკალური შანსი, რომ გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ დაენახათ მწვავე ბრძოლა, სადაც გამარჯვების ალბათობა სამართლიანად გადანაწილდება. არ არის სწორი, რომ პადი მიიღებს ქამრის შანსს, როდესაც არმანი უკვე დაამტკიცა თავისი ნიჭი, დრამატული შედეგები და რეალური გამარჯვებები. ამგვარი გადაწყვეტილება ართულებს გულშემატკივრების ნდობას, რადგან ისინი ხედავენ უსამართლობას რეალურ სპორტულ გარემოში. არმან სარუკიანი არა მხოლოდ ძლიერი მებრძოლია ტექნიკურად, არამედ მას აქვს სტრატეგიული აზროვნება და მაღალი სპორტული ინტელექტი. მაგალითად, მისი ბრძოლა დან ჰუკერთან იყო არა მხოლოდ ფიზიკური დომინირება, არამედ მენტალური გამარჯვებაც, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დროებითი ქამრის შანსი სწორედ მას ეკუთვნის. გარდა ამისა, მისი პოტენციალი საერთაშორისო დონეზე ძალიან მაღალია. არმანი შეუძლია არა მხოლოდ ევროპასა და საქართველოში, არამედ გლობალურად წარმოაჩინოს თავისი უნარები. მისი გამარჯვება პადის წინააღმდეგ შექმნიდა უამრავ ახალ გულშემატკივარს, გაზრდიდა გაყიდვებს და პოპულარობას. ეს არის რეალური სპორტული სამართლიანობის მაგალითი, რომელიც აჩვენებს, რომ ნიჭი ყოველთვის უნდა დაფასდეს. მიმესმის, რომ ფინანსები, რეკლამა და პოპულარობა მნიშვნელოვანია UFC-ში, მაგრამ როცა საქმე ეხება არმან სარუკიანს, ჩვენ ვხედავთ, რომ ნიჭი, პროფესიონალიზმი და გამძლეობა ყველანაირ სხვა ფაქტორებზე მაღლადგეს. იგი ართმევს ბრძოლას ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, მზად არის გამოავლინოს თავისი საუკეთესო მხარე და აჩვენოს, რომ მართლაც მზად არის დროებითი ქამრისთვის. შეგახსენებთ, მეგობრებო, რომ სამართლიანობა, სპორტული შესაძლებლობების დაფასება და გულშემატკივრების მოლოდინები უნდა იყოს პრიორიტეტი. არმან სარუკიანი შეესაბამება ყველა კრიტერიუმს და დროებითი ქამრის ბრძოლა მისთვის არა მხოლოდ პირადი შესაძლებლობაა, არამედ მაგალითი ყველასთვის, ვინც ხედავს რეალურ ბრძოლას, ნიჭს და პროფესიონალიზმს. ასე რომ, თუ გსურთ დაინახოთ ნამდვილი, საინტერესო და პროფესიონალური ბრძოლა, მხარი დაუჭირეთ არმან სარუკიანს, მეგობრებო. დატოვეთ კომენტარი, დაწერეთ თქვენი მოსაზრება და აუცილებლად დაამოიწერეთ არხი, რათა კიდევ უფრო საინტერესო ანალიზები და ვიდეოები მოვიდეს. გმადლობთ, რომ იყავით ჩვენთან და შეხვედრამდე შემდეგ ვიდეოში.